გამარჯობა საქართველო, გიზა უჯარმელი ამერიკის შეერთებული შტატებიდან კიდევ ერთი ნათელი აზრი მომივიდა და მინდა კიდევ ერთ ახალ ქართულ ინიციატივას ჩავყარო საფუძველი. Რა თქმა უნდა, თქვენთან ერთად თქვენი დახმარებით, იმიტომ რომ თქვენს გარეშე ეს ამის განხორციელება ძალიან ძნელი იქნება. პირველ რიგში, ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ჩვენი ქართული სამზარეულო ძალიან დიდარი და ძალიან უხვი სამზარეულო გვაქვს. რა თქმა უნდა, ბევრმა იცის მსოფლიოში უკვე ჩვენი ქართული სამზარეულოს შესახებ, მაგრამ მე მგონი ყოველთვის საჭიროა ქართული სამზარეულოს და ქართული კულტურის უფრო ფართოდ განვითარება. ვიფიქრე, რომ თუ თქვენ გამომიგზავნით ვიდეოს, რომლის ატვირთვაც მე შემეძლება ჩემს არხზე. სპეციალური არხი გავაკეთე ამისათვის georgianfood.com. ეს არის დომენი, რომელსაც მე ვფლობ და შემდეგ ამ დომენის განვითარება შეიძლება და უფრო პოპულარული ვებ-გვერდის გაკეთება შეიძლება, მაგრამ ამ მომენტისთვის თუ თქვენ მოისურვებთ ფირზე აღბეჭდოთ, ანუ ვიდეო ფაილი გამომიგზავნოთ ნებისმიერი ქართული კერძის პროცესის, რომელსაც თქვენ თვითონ გააკეთებთ. ხლა რა არის ამისათვის საჭირო? აბსოლუტურ თავისუფლებას გაძლევთ მე თქვენ ეს ვიდეო ფილი გადაიხოთ ისეთ გარემოში, როგორც თქვენ გნებავთ, თუ გინდა სახლის სამზარეულოში, თუ გინდა რესტორნის სამზარეულოში. თავარი რა არის? თავარი არის ის, რომ ფირი, ანუ ეს ფაილი არ აღემატებოდეს, იყოს მაქსიმუმი 3-დან 4 წუთამდე, რომ არ იყოს ძალიან ხანგრძლივი. აუცილებელია, რომ ამ კერძის, რომელსაც თქვენ გააკეთებთ, ქართული კერძის, რა თქმა უნდა, რომელსაც თქვენ დაამზადებთ, ინგრედიენტების ჩამოწერა იყოს გათვალისწინებული, ანუ ესე იგი ამ ვიდეოზე უნდა იყოს აღბეჭდილი თუ რა შემადგენლობა არის საჭირო იმისათვის და რა რაოდენობა იმისათვის, რომ ესა თუ ის კერძი გაკეთდეს. და აუცილებელია, რომ არ იყოს არავითარი მუსიკა. ამ ფირის ჩაწერისას, ხო? ნუ მუსიკა იმის გამო, რომ თქვენ ალბათ მოგეხსენებათ არის ეს copyright law და როდესაც იქ ავტორო უფლებებია და თუ ჩვენ ამ ფირს YouTube-ზე მოვათავსებთ, რა თქმა უნდა, შეიძლება ვიღაცას პრეტენზია ჰქონდეს იმაზე, რომ მისი მუსიკა იქნა გამოყენებული ამ ვიდეო ფაილში, ასე ვთქვათ. კიდევ რა არის საჭირო? აბსოლუტური თავისუფლება გაქვთ იმისთვის, რომ მოიქცეთ ამ ვიდეოზე და გააკეთოთ ეს კერძი როგორც გნებავთ, აირჩიეთ ნებისმიერი კერძი, თუ გინდა რამოდენიმე. აქ არის მნიშვნელოვანი ასპექტი ის, რომ თუ ამ ვიდეოს თქვენ მე მომაწოდებთ, მე მაქვს უფლება ამ ვიდეოს მოწოდებასთან ერთად თქვენ ეთანხმებით იმ პირობას, რომ მე შემიძლია ამ ვიდეოს გამოყენება და ატვირთვა ჩემს ვიდეო არხზე, georgianfood.com, ეს სპეციალური ვიდეო არხი იქნება და ეს არის ჩემი შემოთავაზება. ერთი მხრივ ჩვენ შევაგროვებთ კოლექციას ქართული კერძების ერთ საიტზე, მოხდება ესე იგი ვიდეო ფაილების თავშეყრა. თუ ინგლისურად გააკეთებთ უკეთესი, თუ ქართულად გააკეთებთ, სასურველია ქვემოთ ინგლისური ტიტრები დაურთოთ. გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება იმას, რომ ეს ინგლისური ნაწერები, ანუ ინგლისური განმარტება იყოს გამართული ინგლისურად, თუ რაღაც გარკვეული მიზეზის გამო ეს არ შეგიძლიათ იყოს ქართულად და შეიძლება მე დავურთო თვითონ ინგლისური თარგმანი ქვემოთ. და მე მგონი ეს იდეა ხელშეუწყობს ნახვადობას და ქართული კერძების შესახებ უფრო მეტის გაზიარებას ინტერნეტში, ინტერნეტ სივრცეში და უფრო პოპულარული გახდება ჩვენი კულტურის ეს ნაწილი, ხო? ჩვენ გვაქვს ძალიან მდიდარი სამზარეულო. ჩემს მხრივ ყველაზე ნახვად ვიდეოს, ანუ ყოველ თვის ბოლოს ის ვიდეო, რომელიც ყველაზე ნახვადი იქნება რაღაც კონკურსივი და მე დიდი სიამოვნებით იმ ვიდეოს, რომელსაც ყველაზე მეტი ნახვა ექნება, ვიდეოს ავტორს გავგზავნი $50 ამერიკულ. გადმოგიგზავნით MoneyGram-ით ან
თუ გინდათ ანგარიშზე დაგისვავთ, მაგრამ მე მგონი მანიგრამით უფრო ადვილია. აი ესეთი პატარა შემოთავაზება, რა თქმა უნდა ეს შეიძლება დიდი არაფერი არაა, მაგრამ უბრალოდ სტიმულის გარეშე მუშაობა არავის არ უნდა და არავის არ შეუძლია და უფრო სახალისოა, როდესაც ადამიანმა იცის, რომ რაღაც გარკვეული ანაზღაურებაც არის იმისათვის, რომ თქვენ გაისარჯეთ. მაშინ ასე, თუ გნებავთ, დაიწყეთ ვიდეოების გადაღება, მე გამიზიარეთ ეს Dropbox-ით ან რომელიმე სხვა პროგრამით, რომელიც ვიდეო ფაილი ჩამოვტვირთო, დანარჩენს მე თვითონ გავაკეთებ და ყოველი თვის ბოლოს ყველაზე ნახვა ვიდეოში დიდი სიამოვნებით გადავიხდი $50. აი ესეთი პატარა შემოთავაზება, მე მგონი ყველასთვის სასიამოვნო იქნება ისა, ეს ყველას ექნება რაღაც გარკვეული სტიმული და მეორე მხრივ მსოფლიო უფრო მეტ შეიტყობს ქართული კერძების შესახებ. როდესაც ამ ვიდეოს გააკეთებთ, აბსოლუტურად არაა პრობლემა თუ რაღაც ორიგინალურს გააკეთებთ, თუ რაღაც იუმორის სიტუაცია იქნება, ან რაღაც სახალისოდ გააკეთებს. ნებისმიერი ჟანრი, ნებისმიერი მიდგომა აბსოლუტურად მივესალმები, თავარია იყოს საკმაოდ ადვილი იმის ახსნა თუ როგორ ხდება ამა თუ იმ კერძის დამზადება და დანარჩენს უკვე მაყურებელი განმარტავს ჩვენთვის, ანუ რაც უფრო ნახვადი იქნება ვიდეო, მეტად უფრო წარმატებული. იმედია მოგწონთ ეს წინადადება, იმედია გამოეხმაურებით ამ წინადადებას და იმედია ეს იქნება ჩვენი საერთო წარმატება ქართული კულტურის, ქართული სამზარეულოს, ქართული კერძების უფრო პოპულარიზაციისათვის მთელ მსოფლიოში. დროებით ველოდებით თქვენს გამოხმაურებას.